კარგი გამარჯობა YouTube მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, დიდი ხანია ვიდეო არ გადამიღია და აი დღეს უკვე ახალ ვიდეო შემოგთავაზებ და მინდა გითხრათ და გახაროთ, რომ ეხლა მე ვარ ეთნოგრაფიულ მუზეუმში კუსტბაზე, ეს არაჩვეულებრივ ბუნებაში და არაჩვეულებრივ ოდასახლებში, ვისაც არ გინახავთ, რა ვიცი, ხალხი მე მგონი ბერდება თბილისში და არ იციან ეთნოგრაფიული, ანუ იციან რომ ეთნოგრაფიული არის, მაგრამ ნაყოფებიც არ არიან. ასე რომ აუცილებლად უნდა ამოიყვანოთ თქვენი შვილები და გააცნოთ ქართული, ასე ვთქვათ, ის ფესვები, საიდანაც მოვდივართ რა. მაგრამ ეხა სულ სხვა თემაზე მინდა გესაუბროთ. გადავწყვიტე, იცით რომ მე იარაღებს ზოგადად მიყვარს, დანებიც მათ შორის და ყველა რა ხმალი თუ რამე საჭყლეტია და სასროლი ყველაფერი და გადავწყვიტე რომ ამოსულიყავი კუსტბაზე. სადაც მეგობრებო, ბევრმა თქვენთან გაიარა და უკვე ეს იცის, ტარდება სკოლა, ესეთ სამჭედლო სკოლა. ზაქროსთან ერთად. დანარჩენზე ზაქრო ილაპარაკებს, გარკვეული თანხაჯდება ეს. შესაბამისად, შაბათ-კვირას არის ლექციები, ოღონდ პრაქტიკულ მეცადინეობებთან ერთად. და ნუ ბევრი რო აღარ გავაგრძელო, დანარჩენს უკვე ილაპარაკებს ზაქრო. ვისაც გიყვართ ცივი იარაღები, აი თქვენთვის არის ეს მისწრება და ძალიან მიხარია რომ ესეთ რაღაცას ჩაეყარა საფუძველი და ამას აკეთებენ რა. აი არიან ჯიგრები რა და მე შესაბამისად რა ვიცი ხა ბაბუოჩემს უყვარდა, მჭედელი იყო, ბაბუოჩემის მამასაც ხო და რაღაც იტყობა გენში გვაქვს ხა რო გითხრა რომ დიდი მჭედელი გამოვა ჩემგან მეთქი ხა მოვიტყვები არც მაგის დრო მაქვს, მაგრამ რაღაცა მაინც შენთვის რო უკაკუნებ, მაინც მუღამი აქვს რა. ხო და რა ვიცი, ვეცდები რა. ჩავეწერე ამ კურსებზე. დანარჩენს ვიდეოებში ნახავთ. ეს იქნება პირველი სერია, პირველი გაკვეთილი. დანარჩენი ნახოთ. გამოიწერეთ ჩემი ახლა ბევრ კარგ და ახალ ვიდეოში შემოგთავაზებთ. აბა, გადავიდეთ ახლა სამჭედლოში. ესეც ჩვენი სამჭედლო. არის გამარჯობა ზაქრო ძმაო. გაუმარჯოს. როგორა საქმეები, აბა როგორ მიდის? შენივრად. აბა თქვენ როგორ ახართ? კარგად, რა ვიცი. აბა როგორ არის? ხართ შემართები? კი, კაცო, აბა. აი ახლა გავახურებთ ღუმელს. ეს არის წაბლის და მუხის ნახშირი არის, ამას ხის ნახშირი არის. ხის ნახშირზე მუშაობ მარტო, როგორც აქ ისე ჩემ სამჭედლოში. როგორც ჩვენი წინაპრები მუშაობდნენ, მასე მუშაობთ ჩვენც. ეხლა ღუმელი გაცხელდება, განვათავსებთ ჩვენ ფოლადებს შიგნით და შეუდგებით საქმეს. სამდე ცოტა მოღვაწეს რიგოთ. ზაქრო რა მინდა ხა იცი? ანუ რო ცოტა რაღაცა წინა სიტყვა კი გავაკეთე, რა არის და როგორ არის, ანუ და მინდა რომ შენ ასე თქვა და ახსნა ზუსტად რა არის, როგორ არის სკოლა, როგორ ასე შემდეგ და რა ვიცი. მოდი ცოტა პატარა ისტორია შემსას ჩაურთავა, ხო? საიდან და როგორ და რანაირად. ნუ მოკლედ, რა ვიცი, ალბათ როგორც ყველა კავკასიელს სიმაქმესა ეს ბასრი და ცივი და მჭრელი იარაღის სიყვარული. ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფერო. თუმცა სპეციალობით სხვა ვარ და იმ სპეციალობით მუშაობ, ანუ სხვა სპეციალობით, მაგრამ ეს მაინტერესებდა. ეს იყო ჰობი, ეს საქმე დაიწყო 2008-ში დავიწყე, მოკლედ აი ესე გატაცება რაღაცა და დღემდე მოვედი აქ ამ ჩემი გამოცდილებით რაღაცით ყველაფერი და მე დამაინტერესა ესეთმა რაღაცამ რომ უკვე ისტორიას რო ჩაურღმავდი და ამ თემაში ზოგადად გავერკვიე, ესეთი მომენტი გამოვიდა, რომ საქართველოში, კაცო, ეს საქართველოს ცნობილი გახდა ამ ბოლო წლებში ჩვენი სამზარეულო ღვინოთი, სამზარეულოთი, მაგრამ ჩვენი ხალიბები დაიწყებას რატომ იეცა და წამოვიდა იდეა იქიდან, რომ აი ეს ხალიბების ტექნოლოგია როგორღა სადღაცა რაღაცა გვეპოვა, იმიტომ რომ ჩვენ კავკასიაში, მით უმეტეს საქართველოში დამზადებული იარაღი გაცილებით აღემატებოდა ხარისხის სხვა ქვეყნებში, იმ ეპოქაში სხვა ქვეყნებში დამზადებული იარაღს. რანაირად და რატო ხდებოდა? კარგი, ძალიან კარგი პიროვნება ერთი, რო არ ვახსენო, არ გამოვა უბრალოდ, ეს არის ზაქრო ნონიკაშვილი და აჩი ტატუაშვილი, რომლებსაც ანალოგიური იდეა ჰქონდათ, მაგრამ მაშინ არ ვიცნობდი ამ ხალხს მე. რო გავიცანი, აი ესე შევიკრიფე და ამ დროს დაემთხვა პროექტი ეთნოგრაფიული მუზეუმში სამჭედლოს გაცოცხლების, ანუ ძველი ქართული მჭედლობის გაცოცხლების. და აი ესე მოხდა შეკრება ამ ჩვენი სამი ადამიანის და პლუს კიდე ამ ეთნოგრაფიული მუზეუმის ნინო ჭიპაშვილის ინიციატივით აი ესე მოხდა შეკრება ამ იმისი, რა ქვია, იდეის და განხორციელება.
ინდივიდუალურად ჩვენ ცალ-ცალკე რო გაგვეკეთებინა, ესეთ ფართო მიმართულებას არ მისცემდა. ამ სამჭედლოს გაცოცხლებამ და ტექნოლოგიის გაცოცხლებამ გამოიწვია ინტერესი, გამოიწვია ხალხში აი ამ ძველი პროფესიის შესწავლის და დაარსდა კურსები, რომლებიც უკვე მეოთხე ჯგუფი არის, უკვე მეოთხე ჯგუფი მიმდინარეობს ახლა, სამი ჯგუფი გამოვიდა, ზოგმა უკვე მოიწყეს თავისი სამჭედლოები, აგზელებენ ამ საქმეს, სულ კონტაქტზე ვარ აბსოლუტურად სულ ყველასთან, იმიტომ თუ რამე სჭირდებათ, აგე რა გავყევარ მე და ინფორმაციას ვაზნე. ეხლა სირეთი მინდა ეს არის 120 წლის სამჭედლო არის. რაჭიდან ჩამოტანილი სამჭედლო არის. სოფელი ხო არ გახსოვს რომელი სოფელი? არ მახსოვს სამწუხაროდ რომელი სოფელი არის. ვიცი რომ რაჭიდან ჩამოიტანა. ჩემი სოფელიდან აგეთ ჩემი სოფელში დაიწვა ის სამჭედლო რომელიც იყო. ჩემ სოფელში იქნებოდა ძირი იქიდან მაგრამ ნუ სხვადასხვა მაგას გავარკვევ და ვნახავ. რაჭველების სხვადასხვა ხეზე მომუშავე და მჭედლები, აი მაგრები. მადანია კარგი რაჭაში. მადანიც კარგი. მადანია კარგი. როგორც ურეკში, ისე რაჭაში კარგი მადანი იყო, ძალიან შესაბამისად იარაღის კარგი გამოდიოდა ხარისხია. ეს სამჭედლო, ეს ღუმელიც იქიდან არის წამოღებული, ოდნავ მოდიფიცირება გავაკეთეთ, იმიტომ რომ ახლა სამჭედლო კურსები იყო უკვე, აი უკან ნახეთ, ეს არის საბერველი არის. აი აქედან თუ გადავიკეთ, ეს არის საბერველი, ჩვენი ქართული საბერველია. რა განსხვავება ამაში? მოსწავლე იდგა და დაბერვა ხდებოდა აი ესეთი ეს მუშა საბერველია. მუშა? ამ ეტაპზე რაჭულია ესე? რაჭული. ამ ეტაპზე უბრალოდ ჩახსნილი გვაქვს, იმიტომ რომ პროცესი რო დავაჩქაროთ, როში ვართ ხოლმე შეზღუდული კურსების იმაში, ელექტროსძრავი გვაქვს დაყენებული. აი გზევით თუ დავაფიქსირებ, ეს საბერველებია, მაგრამ ეს უკვე თანამედროვეა, ეს უფრო ძველია ჩვენი რაც არის. ეს სამჭედლო იყო სასოფლო-სამეურნეო, მაგრამ აი ამ პროექტის ფარგლებში უკვე საიარაღო სამჭედლოდ გადავაკეთეთ. ეხლა გარეთ მინდა ერთი პატარა რაღაცა გაჩვენოთ. ღუმელი იმედია გამოჩნდება. აი ეს პატარა ღუმელი. აი იქით რო არის. აი ცალკე რო დგას. ეს არის თითქმის იმისი ანალოგი, რითაც ჩვენი ხალიბები მადნისგან იღებდნენ ფოლადს. ხო. უბრალოდ ის ღუმელები რაც იყო, ის იყო აშენდა, გამოდნა, დაიმტრა, გამოიღეს ფოლადი. რახა მაგ სკოლა და სისტემატურად ხდება, გავაკეთეთ ისეთი რომ სრულჯერადი იყოს. ძალიან მაგარი. კი. და პროექტის ფარგლებში, ანუ აქვე მადანი გვაქვს ჩამოტანილი, აქვე ვადნობ და აქვე ხდება ხოლმე კურსის პროექტში ხდება ხოლმე ამ მადნის ჩვენ ამ ყველაფერს გადავიღებთ ამ ყველაფერს გადავიღებთ როგორც გამოდნობას, ისე იმ გამომდნარის მერე გამოჭედვას. ძალიან მაგარი. შესაბამისად, ნახეთ როგორი სიტუაცია იყო, ანუ დღესდღეობით პოპულარული არის მედანეებში, კოლექციონერებში უკვე ცნობილი არის დამასკოს ფოლადი. ანუ როდესაც ხდება რამდენიმე სახეობის ფოლადის ერთმანეთში შერევა. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ახლა ისტორიულად მასე თავს ვერ დავდებ, რომ მაინც პირველები ჩვენ ვიყავით, თუმცა კი ერთ-ერთი ჩვენ ვიყავით, ვინც ბაწარაული შექმნა. და ბაწარაულის ტექნოლოგიით გამოიყვანა ეს ფოლადი. ამასაც რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ და ერთ-ერთი ესეთი იყო კიდე სამფენას ეძახდნენ. მაგასაც აი ყველაფერს გავაკეთებთ, გადავიღებთ და ანუ დღეს მაქვს ესე იგი პირველი გაკვეთილი. დღეს თქვენ გაგვაქვს პირველი გაკვეთილი და პირველი გაკვეთილი დავიწყოთ მოდი ესე რომ რახამ ახალი სფეროა მოსწავლეებისთვის და რომელსაც გამოცდილება არ ქონია ჭედვაში, ღუმელთან მუშაობაში, გაცხელებული ფოლადის დაკავებაში, ხო? ამიტომ ეს პირველი გაკვეთილი იქნება, მოდი ასე ვთქვათ, მოთელვა, რომ ცოტა გამოცდილება მაქვს, ოღონდ ნალის ჭედვაში და ლუსმის. ნუ, თავარი არის რომ ხელში გეჭირა ურო, მარწუხი და ჭედავდი. თავარი ეგ არის. დანარჩენს უკვე პროცედურულად ვნახავთ უკვე აქ როგორ იქნება. ეხლა ღუმელი ცხელდება, ჩავალაგებთ შიგნით ფოლადებს და დავიწყებთ აი ამ ფოლადების ფორმირებას. რახან პირველი გაკვეთილია, მოდით ესეთ რაღაცა გავაკეთო. ან ჩვენ უკვე გავერკვიეთ იმაში, რომ პრაქტიკა და გამოცდილება არ ქონიათ საერთოდ, ანუ ამ სფეროში, მაგას ეტაპობრივად გავივლით თვითონ ჭედვის ტექნოლოგიასაც, ანუ რანაირად უნდა დავამუშაოთ რკინა, რომელსაც მე გადავაქცევთ ფოლადად და შემდგომ უკვე ამ ფოლადისგან გავაკეთეთ რაიმე, ხო, ეგ აუცილებელია. ეს მართლა აუცილებელი, ხო, ანუ დავზიანდეთ. ეხლა ნახეთ რა არის, რა დაგჭირდებათ. ზოგადად ეხლა იქ YouTube-ზე გეკეთებათ ნახეთ ყველაფერი, მაგრამ მე ესე მოკლედ გეტყვით, რას გჭირდებათ? პირველი გჭირდებათ ეს არის ღუმელი, ვის როგორი საშუალება გაქვთ ნახშირზე, ანუ ღუმელის რამდენიმე სახეობა არის ნახშირზე,
ანუ საწვავზე, ეს არის შეიძლება ნახშირზე ამუშავო, ქვანახშირზე, მე პირადად ხის ნახშირზე ვამუშავებ, იმიტომ რომ მაგას მე პროცესში კურსების იმაში აგიხსნით თუ რატო ჯობია ხის ნახშირზე მუშაობა, ვიდრე თქვა ქვანახშირზე ან ბურანახშირზე. მეორე არის გაზი. გაზი შეიძლება იყოს როგორც თხევადი, ისე ბუნებრივი. მაგ ყველაფერს აგიხსნით. ანუ თქვენ დაგჭირდებათ სიცხის წყარო, რითაც შეძლებთ ფოლადის გაცხელებას. მეორე, რას უეჭველი და აუცილებლად გჭირდებათ, ეს არის გრდემლი. რაღაცაზე უნდა გამოჭედოთ. ჩაქუჩები, მარწუხები. რითაც დაიწყებთ გაცხელებულ იმას. ეს არის საბაზო ჭედლობისთვის, მაგრამ ჭედლობის მერე, ანუ რაღაცა პატარა რკინისგან მიიღეთ უკვე ფოლადი. რომელთანაც ფორმა უნდა მიეცეთ, ფორმირება გააკეთოთ და თქვენ რა მონახაზის აგოთ, ისეთი მჭრელი იარაღი დაამზადოთ, ხო? მაგისთვის უკვე აუცილებელი არის, ახლა ჩვენი წინაპრები ადრე დიდ ქვაზე გამოყავდათ პირი, მაგრამ ახლა 21 საუკუნეში ვართ, უკვე არის ძალიან კარგი, აი ყველა მჭედელის, knife maker-ის მარჯვენა ხელი ეს არის გრინდერი. უეჭველი გჭირდებათ გრინდერი. და როდესაც გადახვალთ უკვე და აუცილებლად გადაგიყვანთ მე იმაზე, რომ თქვენ ფხვნილოვან ფოლადებს გამოგაჭედინებთ, უკვე დაგჭირდებათ ფხვნილოვანი ფოლადისთვის მუფელის ღუმელი. იმიტომ რომ მას მკაცრად კონტროლი სჭირდება ტემპერატურის თერმოდამუშავების პროცესში. ეს არის ძირითადები, რაც გჭირდებათ, რომ დაიწყოთ სტარტისთვის. მერე ეტაპობრივად უკვე თქვენ ნახავთ, რისი მიმატება დაგჭირდებათ. ანუ მე მაგალითად ვალცები არ მჭირდებოდა, ამიტომ სხვა ის იყო. თქვენ შეიძლება პირიქით იგივე ვალცი არის, ხო იცი ვალცი რა არის. ანუ ორი მგვალი მილი არის, რომელიც ტრიალებს და ცხელ ფოლადს გაატარებ და ასწორებ თვითონ, ხო? ანუ მე არ მჭირდებოდა. როცა დავიწყეთ, დღეს მჭირდება უკვე და შევიძენ და მექნება ეგ ვალცებიც. ამიტომ თქვენ მერე თქვენთან ნახავთ, რომელ მიმართულებასაც აიღეთ, იმის მიხედვით დაიმატებს სხვა დამატებით აღჭურვილობასაც. ასე თქვა და რაღაცა მიახლოებით რო თქვათ, რო გაინტერესებს ახლა რა, რომ ყველაზე ასე თქვა დაბალი ფასი რა შეიძლება რომ დაგვიჯდეს საქართველოს პირობებში, რომ გავაკეთოთ მინიმალისტური რო გავაკეთოთ, სამოყვარლო დონეზე რო გავაკეთოთ, დაახლოებით 30-35,000 მაინც ლარზეა საუბარი, დაგჭირდებათ, ეს არის საბაზო. ხო, ეს არის მარტო ასე ვთქვათ აღჭურვილობა, ასე ვთქვათ. არა, ნუ ის შენობა თუ თქვენია. შენობა თუ თქვენი არის, კიდე ხო ის სხვაგან მიდის, ან ქირა იქნება, ან ვთქვათ აშენება იქნება. ეს არის საბაზო. დაწყება თუ აი საბაზოსვას რო დაიწყებთ, ჯობია საბაზოვე დაიწყოთ უკვე თუნდაც მცირე, მაგრამ ხარისხიანი აღჭურვილობით, რომ გამოცვლა არ მოგიწიოს, მერე იმანჯობია, კი ბატონო. და 35,000-ში კიდე პრესიც ამახ შეყვანილი. ეს პრესიც დღეს არა, ხვალე არა. შეიძლება დღეს დაიწყეთ, მაგრამ მერე 5-6 თვის მერე უეჭველი დაგჭირდებათ. იმიტომ რომ როცა გადახვალ ფოლადს ხელითაც გაასწორებ. არ არის პრობლემა, მაგრამ როდესაც უკვე დამასკოზე გადადიხარ, პაწარაულზე გადადიხარ და მოზაიკურ დამასკოზე გადადიხარ, პრესის გარეშე ფიზიკურად ვერ გააკეთებ მაგას. ეს 35,000 რო აი როგორ იცი? აი ესე ხალათი ჩაიცვი, შუქი ან სინათლე ჩართეთ, შეხვედი და დაიწყე მუშაობა. 35,000-ში პლუს ამას კიდე შედის უკვე მარაგი იმ ფოლადებისა, რომელი ფოლადებითაც იმუშავებ. აი დაახლოებით ეს თანხარი და მე ნელა-ნელა მიამატებ. რას დაგჭირდება? ეხლა ღუმელს გავასხელებ, ანუ ჩამქრალი არის გაცხელდეს, უკვე ჩავალაგებთ ფოლადებს და უკვე დავიწყებთ საქმეს. აქ მე მგონი თქვენი ფოლადები იყო, სადღაც გათვლილი მქონდა რომ დამელაგებინა. მოდი აბა ერთი რომ ისქნათ, რა ქვია. აბა მაშინ ეხლა შეუშვით. ხელით არა, მარწუხით. მარწუხით შეუშვით და გამოიცვალე შენც. ეს ხალათი მაინც შეიცვა. მოკლედ, ჩალაგებული გვაქვს ფოლადები უკვე, ველოდებით მის გაცხელებას. მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. ყველა ფოლადს აქვს თავისი ჭედვის ინტერვალი, რომელსაც აქვს დაწყება, რა ტემპერატურაზე უნდა მოხდეს დაწყება ჭედვის, რა ტემპერატურაზე უნდა დავასრულოთ. ანუ
დაწყება, ეხლა კონკრეტულად ამ ფოლადის არის 1100 გრადუსი, დასასრული არის 850 გრადუსი. რატომ აგვაქვს მოცემული, ანუ აი ეს ინტერვალი ჭედვის. უფრო მაღალ ტემპერატურაზე ხდება ფოლადის დაწვა, უფრო დაბალ ტემპერატურაზე ფოლადს წარმოექმნება მიკრობზარები, რომლებიც შემდგომში უკვე წრთობის და დამუშავების დროს გამოიჩენს თავს. ანუ ფოლადი აღარ იწოთობა, მაგრამ დაიშლება. რეალურად აი ახლა არ ვიცი რამდენად გამოჩნდება. მე თვალით უკვე რო უყურებ ამას ხვდები, თუმცა კი კამერა არ გადასცემს იმ რეალურ ფერს, რა ფერის არის. ეს მაინც გასათვალისწინებელი არის, მე მომავალში ვისაც აინტერესებს. რა მაინტერესებს კიდე იცი, უფრო აი ტაბლო რო გაქვს იქ გამო. აი ეგ მინდოდა ახლა მეჩვენებინა. აი ახლა მოდით აი ეს ტაბლო ვნახოთ. ეს არის ფარენჰეიტებში და ცელსიუსებში, ანუ ნახეთ მოცემული არის აქ დაახლოებით პირველი ზედა მხარე, აი მოდი ამით ვაჩვენებ, ანუ ეს არის ჭედვის ტემპერატურა. ქვევით ეს უკვე არის ფერთა ცვალებადობა არის მოშვების შემთხვევაში. ანუ ეს სწავლის პროცესში თვითონ ეს მოშვება რას ნიშნავს, დაძაბულობის მოხსნა რას ნიშნავს ფოლადზე, ამ ყველაფერს გავვლით, მაგრამ აქ არის ორად გაყოფილი. აი ეს ფერები ჩვენ გვაჩვენებს, ანუ დაახლოებით რა ფერზე არის გაცხელებული ფოლადი, კი. ეხლა ნახეთ, რახა მე ვთქვი, რომ აქ ფოლადი რას გვაქვს ჩალაგებული, ამისი ჭედვის ინტერვალი არის 1100 850, ანუ ვიწყებთ 1100-ზე, ვასრულებთ 850-ზე, ხო? ანუ შესაბამისად, აი ეს ყვითელ ფერზე ასული იყო, შეგვიძლია და აი ამ ფერიდან აი ამ ფერამდე, აი ამ ინტერვალში ჩვენ შეგვიძლია ვჭედოთ. ამის ქვევით უკვე რისკი იმისა, რომ ბზარებს აიღებს ფოლადი, შიდა მიკრობზარებს, გვაქვს ძალიან მაღალი. ამის ზევით აცილებაც უკვე არა რეკომენდირებული არის ამ ფოლადის კონკრეტულად, იმიტომ რომ მოხდება ფოლადის შიდა, დაწვა მოხდება ფოლადის. ეხლა ჩვენ შევხედოთ უკვე ჩვენი ფოლადი რა მდგომარეობაში არის. ეხლა აი ამ ფოლადს ამოვიღებ. ეხლა აქ განათება არის და კიდე ეს არის, ანუ იმის თქმა მინდა რომ რეალურ სურათს ეხლა ეს ფოლადი არ გადმოგცემს, ანუ კამერა არ გადასცემს. არ გადასცემს, მაგრამ რამდენზე არის მაინც? ეს არის დაახლოებით არის 870-900 გრადუსზე. ეხლა ამას კიდე ისა აქვს, რა ქვია, ნაცარია გზეთ და შესაბამისად ცოტა ფერს გვიკარგავს. მარწუხი სხვადასხვანაირები არის. ეხლა კონკრეტულად ამ მარწუხით რას არის აუცილებელი? ანუ თითქმის შეიძლება ჩემთვის მარტივია, მაგრამ დამწყებთათვის არ იყოს ეს მარტივი. მყარად უნდა გვეჭიროს, რომ მუშაობის დროს არ გაგვიცდეს, ეს ერთი ფაქტორი. მეორე, მუშაობს არა მარტო მაჯა, არამედ მუშაობს მთლიანი ხელი მხართან ერთად და მესამე კიდე აუცილებელი გასათვალისწინებელი რას არის? ანუ ჩვენი ფოლადი უნდა იყოს გრდემლის პარალელურად. იმიტომ რომ ზევით აწეული, ქვევით ჩაწეული იწვევს უკუცემას მკლავზე, ხელზე და პლუს ფოლადი თამაშობს. ამიტომ სიმეტრიულად უნდა იყოს. ჭედვას მე პირადად ყოველთვის ვიწყებ ხოლმე ცხვირით. დასაწყისს ნელა-ნელა მოვყვები ხოლმე. რახამ ამას აქვს ოთხკუთხედი ფორმა, ამას ჭიდება თითქმის ყველა მხრიდან გამოჭედვა, ანუ მუშაობა ამ ფოლადზე, სტრუქტურის შეცვლა. ეხლა ნახეთ. ფერი იცვალა, ეს უკვე ჩამოსული არის სადღაცა 750-700 გრადუსზე, ამაზე უკვე აღარ ვაგზავნებ საუბრის დროს, ანუ ეს გაცივდა. თითო გაცხელება, გაციება ეს არის ერთი ციკლი. ეხლა ამას ისე ვატრიალებთ ღუმელში, ვაცხელებს, აქ ყავს ჭედვის ტემპერატურაზე და ვიწყებთ ისევ ჭედვას. მოდი მე ახლა ამოვიღებ ვასი. ხო, და მოგაწვდი შენ. მოდი არ მინდა ის აქვია. არ ვიცი ვისი ამოვიღე. მაგრამ აგერ კაცურად, მაგრად და ეხლა მარწუხი არ უნდა იდევს გრდემლზე, გამოწია აქეთკენ და მოდი დავიწყეთ. ეხლა ნახე. აქ უკვე ჩვენ დამუშავარი გვაქვს ამ მხარეზე. აქ რო ვამუშავებს, შესაბამისად გრდემლი ქვევიდან ამუშავებს. ამიტომ გადმოვაწვინოთ ყუაზე. და ეხლა დავიწყოთ აი აქედან. აი ამადაც. წერილი, ხო? გადაატრიალეთ და ეხლა იქით ამხრიდან. ამას ვაკეთებთ რატო? რო ახსნა. ნახეთ დაარტყი. ცოტა ხანს გააჩერე.
შეხედე, როცა აი ამ ორი კუთხიდან ჭედავთ, აი აქ შუაში წარმოიქმნება ესეთი რუსავით, ანუ კანკასავი წარმოიქმნება, რომელიც შემდგომ ჭედვაში მერე პირის ფორმირებაში აი ეს ამოღებული ხელს გიშლის. ამიტომ როგორც ვასწორებთ აქედან, ისე ვასწორებთ აი ამ ორივე მხარეს. რომ ხო, ანუ ეს ამოღებულებით როგორ ვთქვა რომ გასწორდეს ხო გასწორდეს ხო ანუ ეს ეხლა უნდა შეუშვათ ეხლა უნდა შეუშვათ ისე იმიტომ რომ ამ ფოლადისთვის ეს უკვე ცივი ტემპერატურაა საინტერესოა რა და ძალიან მაგარია რა მაგარი პირველი გაკვეთილია ანუ ეხლა რეალურად მოდი ასე ვთქვა ჯერ სიარული არ ვიცით ხო პატარა ვარ რა ჯერ ბობღვას არა ეს ჯერ ბობღვას ავსწავლობ რა ეს ადამიანის იმას რო შევადარებ ეხლა ცოტა ისე რომ გადავიდეთ ну ეს ჩემი პირადი აზრი არის რა თქმა უნდა ეს არ არის ვინმესთვის მითითება ან დარიგება მაგრამ ფოლადის ჭედვა ძალიან მე კულინარია მიყვარს ისედაც ცომთან ხორცთან მუშაობა რაღაცა ფარში ხინკალი ну მიყვარს ეხლა მეთხოვა კიდეც ის საქვია ძალიან ახლოს არის ცომის მომზადებასთან. ანუ როგორც ხდება ცომის კომპონენტების შერჩევა, მოზელვა ამ ყველაფრის, მე იმ ცომს დასვენება შეიძლება გარკვეული პერიოდი ზოგს მაცივარში ზოგს ისე დასვენება შეიძლება გაფუება ანალოგიურად არის ეს. ფორმასაც ჩვენ რისი გაკეთება გვინდა? ხაჭაპური გვინდა ვაბტყელებთ, ხო? აჭარული გვინდა სხვანაირი ფორმას ვაძლევთ, ხო ამ იმას. კუბდარი გვინდა პირობითად ვიზა ხინკალი გვინდა სხვა ფორმას ვაძლევთ, ხო? შესაბამისად ხინკლის სომი სხვა არის, პურის სომი სხვა არის. სხვადასხვა დამუშავებაში ანალოგიური არის აი აქაც ზუსტად. მაგრამ ერთი რას უნდა იცოდეთ, მე დროთაგან პრაქტიკაში მოგივად, რომ აიღებთ ფოლადს, უკვე გესოდინებათ ამ ფოლადისგან რა გამოგივათ. ან რა გინდათ რომ გააკეთოთ, უკვე იმ ზომის ფოლადს აიღებთ დასამუშავებლად. ეს პრაქტიკასთან ერთად მოდის. თვითონ. მაგრამ აქ რაც მთავარი არის ახლა, ნუ შეიძლება ამასთან შეხება არ ქონიათ, მაგრამ ნუ ქართველები ვართ, ბუნებაში ერთხელ მაინც გავსულ ვართ და ან სახში ან ხინკალი მოგვიხვევია, ან რაღაცა გავუკეთები. აი, მოდი მივიდეთ ახლოს ცომის ზელვასთან. თუ კარგად არ მოუზილეთ ცომი, შესაბამისად არ იქნება გადანაწილებული მარილი ან სხვა ის კომპონენტები, რაც გვაქვს ჩამატებული. ანალოგიურად ხინკლის ფარში, ხო? ფარში რო დავყაროთ ზევიდან მარილი პირველი დავაყარო და პირდაპირ მოვახვიოთ, ეს არ იქნება გადანაწილებული. ის უნდა ამოუზილოთ, კარგად თუ გაუჭდეს. შესაბამისად, აი ეს არის მოზელვა, ესე იგი. რასაც ვჭედათ, ვაკეთებთ აი მაგას. და ზაქრო რა მინდა ისე კითხო, წერამ საუბრობდით და ანუ აი ამის მერე პროცესი. ჭედვის მერე პროცესი, ფოლადად რო ვაქციოთ, აი იმაზე აი ახლა მოდი თვითონ ჭედლობის თემა ავიღოთ, ხო რა არის? ანუ პირველი ეტაპი აკედადე ზაქრო კარგად გამოდი. მოდი პირველი ეტაპი რო ავიღოთ და ხმაურია. ხო, იყოს არა უშავს ხმაური. პირველი ეტაპი რო ავიღოთ, ეს პროცედურულად რო ავიღოთ, ნახეთ როგორი რაღაცა არის. ავიღეთ ფოლადი, როგორც აქამდე ვახსენე, ყველა ფოლადს თავისი ჭედვის ინტერვალი აქვს და ამ ფოლადისგან, ანუ რკინის ნაჭრისგან, მოდი ასე ვთქვა, ჯედის ფოლადი არა ეს, რკინის ნაჭერი არის, ხო? რომელსაც გარკვეული ქიმიური შემადგენლობა აქვს. და მიყვავს უკვე იმ ზომამდე და იმ ფორმამდე ჭედვით, რომ ჩვენ ამისგან შემდგომში დავამზადოთ ბასრი იარაღი. ამის მერე რა ხდება? როგორც ახლა რომ საუბრობდი, სომის შემთხვევაში მოზელვის მერე რომ ეს ცომა უნდა დაისვენოს, ჭედვის მერე ფოლადს ვასვენებთ. ფორმა მივეცით, იმ დღეს დავასრულეთ მუშაობა. მეორე დღეს უკვე ვაძლევთ ფორმა როგორ? გარკვეული რაღაცა ზომის რკინა მივიღეთ. მერე ვაძლევთ უკვე ჭედვით ფორმირებას. ანუ სხვირის ზახრა საითკენ ექნება, ტარი როგორ ექნება. მეორე დღეს ეს მივეცით, დავასვენეთ ფოლადი. მეორე დღეს ცოტა ხანს დავასვენოთ, გავაგზავნოთ. ანუ ესე არ ხდება, რომ დავიწყო დავამთავრო, ეგრე არ ხდება. ნუ ყველაფერს თავისი წესი აქვს, ხო? თორე შეიძლება დავიწყო და დავამთავრო, მაგრამ როგორც ცომი უნდა დაასვენო, რომ ამოვიდეს, შენ თქვის არ იყოს და უბრალოდ ამას ცოტა უფრო დიდი ხანგრძლივი პროცედურაა. შემდგომ რა ხდება? ფოლადის დამუშავებას თვითონ ანუ მოუჩით ეს ყველაფერი ჭედვი ანუ ღუმელთან აღარ ავალთ მოუჩით უკვე ვინაცვლებთ მეორე ღუმელთან მეორე ღუმელი ეს არის მუფელის ღუმელი აი აგერ აქ რო განლაგებული ანუ ელექტროღუმელი არის ხო საკმაოდ ძვირი სიამოვნება მაგრამ ძალიან აუცილებელი სიამოვნება აი როგორც ეს არის მარჯვენა ხელი გრინდერია მარცხენა ხელი ანუ ჭედლისთვის დღევანდელი 21 საუკუნეში ჭედლისთვის ესენი არის ანუ ეს თვითონ რას წარმოადგენს ეს არის კამერა სადაც განთავსებული არის სპირალები აქ თერმოწყვრილი რომელსაც შეუულებრივ აი აქ პროგრამა მიუთითებ რამდენ გრადუსზე გაცხელდეს ღუმელი ნუ ღუმელში
რა თქმა უნდა, იქნება ჩადებული ეს ჩვენი მომავალი ბასრი იარაღი, ხო? კი ბატონო. რაში გვჭირდება ეს? ჩვენი წინაპრები, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს თვალით აკეთებენ, ფიზიკურად არ იყო მაშინ ეს ტექნოლოგია, ხო? მაგრამ დღეს რა ხომ წინ წავიდა და ყველაფერი 21 საუკუნეში ვარ. უკვე ფოლადის მიღება მადნიდან არ გვიწევს ყოველდღიური მოხმარებისთვის. უკვე ამისთვის ქარხნები არის, რომლებიც ამ ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ამ ყველა ფოლას აქ თავისი რკინას აქ გაფოლადების ტემპერატურა აქვს, რომელზე ფოლადს უნდა დაიცვას ზუსტად. იმიტომ იქ 10 გრადუსის ზევით, 10 გრადუსის ქვევით უკვე იმ შედეგს არ მოგცემს, რა შედეგიც უნდა მოგცეს ამ ფოლადს. აი ეს გაძლევს ზუსტად იმას. რა გრადუსას მივხვდით, იმ გრადუსზე გიცხელებს ფოლას. შესაბამისად ვიღებ უმეტესობა ფოლადების, 90% იწოთობა Z-ში. რამდენჯერ ხდება ამისი? აი რაც მეტჯერ ხდება ამ Z-ში ჩადება. წრთობა არა, წრთობა ერთხელ ხდება. მაგრამ სანამ ვაწრთობ, იქამდე აქვს პროცესი. ანუ ამას ქვია თერმოციკლირება ქვია რა. ეს ხდება სტრუქტურის გათანაბრება. იქ ჭედვის დროს რაღაცეები აირია და აირია რაღაცები თქვენ წავიდა, მაგრამ არის თერმოციკლირება. ეს უკვე მეტალურგიაში გადავდივართ და ძალიან ვრცელი თემა არის, მაგრამ მოკლედ ვიტყვი რა. აი პირობითად ავიღოთ მარკას ვიტყვი D2, ან ამერიკული ფოლადი D2, ან თქვა დავიღოთ ევროპული K10, ხო? კი ბატონო. გარდაქმნები, შიგნით სტრუქტურული გარდაქმნები ამ ორ ფოლას თითქმის უსასრულობამდე აქვს. ეს პროცესი რო დავაჩქავთ, თერმოციკლი რას ქვია? გარკვეულ ტემპერატურაზე, იქ არის მოცემული გვაქვს ახლა აქაც მიწერია, არის 10C ტემპერატურა, არის 10C3 ტემპერატურა. ამებს მე პროცესში ავხსნით. 7-დან 8, ხო, ოკეი. ხო, ეს არის რაღაც კონკრეტული ტემპერატურა არის, მინიმალური, მაქსიმალური, სადაც უნდა იწრთოს, ხო? ამას თუ არის კიდე გარკვეული ტემპერატურა, აი პირობითად 700-დან 800-მდე, ხო, ეს პირობით ციფრას ვიზარდ. ეს წუთობის არ თუ ჭედვის არის ეს? არა, ეს არის უშუალოდ, ეს არის უკვე უშუალოდ იმისი, რა ქვია, წრთობის. ჭედვის არა. ეს არის წრთობის. მაგრამ ეს არის სვლადია, ყველა ფოლას თავისი აქვს. კი ბატონო. ინფორმაცია ინტერნეტში თავისუფლად მოიპოვება, მაგაზე ცალკე ლიტერატურის ისე მოძებნა არ აქვს ჭირება, მაგას ჩაწერება, მეტალურგია არის, ცალკე მეცნიერება. სულ სხვა არის. თერმოციკლირება მოიცავს რას? სასურველი არის, რომ ეს თერმოციკლი გაკეთდეს მინიმუმ 5ჯერ მაინც. თუ მეტია, უკეთესია, რა თქმა უნდა. მინიმუმ 5ჯერ მაინც. აი D2-ზე და K10-ზე რასაც საუბრობდი, ანუ როგორ რაღაც არის, ფოლადს ვაცხელებთ 800 გრადუსზე. ცივდება ეს ფოლადი ჰაერზევე 600 გრადუსზე, მერე ვაციებთ Z-ში, ოთახის ტემპერატურაზე. წმინდავთ და ამ პროცედურას ვიმეორებთ მინიმუმ 5ჯერ. აი ეგ ჯურებიც ამაკ დასმული, რომ არ დამოვიწყდეს ხოლმე, როცა ვაკეთებ ხოლმე კონკრეტულ ფოლადს. მაგის მერე უკვე, ამ თერმოციკლის მერე უკვე მოდის წრთობა. ანუ წრთობის ტემპერატურა აი ამ ორ ფოლადზე რაც თქვი არის 1030-1050 გრადუსი, მაგრამ თერმოციკლი უკვე ხდება 600-800 გრადუსი. ბოლოს უკვე ვაწრთობთ, ეს ჩვენ გვაძლევს წვრილი მარცვალს. წვრილი მარცვალი განაპირობებს სიბასრეს და დრეკადობას. ნაკლებად მსხვერპლობას. მაგის მერე უკვე რომ მორჩება, ვაწრთეთ, უკვე ამოვიღეთ და გვაქვს იდეალურად ნაწრთობი ჩვენი ბასრი ინსტრუმენტი, ხო? მერე ხდება მოშვება. მოშვების გარეშე ის არის ფისხი. მოშვება მაინტერესებს. დაზაბულობა აქვს. ამიტომ დაზაბულობა რომ მოუხსნათ, აი ეს სიფისხე დაიკარგოს. ამიტომ ყველა ფოლადსაც ეს რა თქმა უნდა მცოცავი გრადუსები არის, მაგრამ სტანდარტულად 80 უმეტესობა ფოლადზე ეს არის 180-200 გრადუსი 2 საათის განმავლობაში. ეს შეგვიძლია 2 საათი გადამულად გავაკეთო, ან შეგვიძლია 1 საათი გამოვიყოთ, გავაცვლოთ და კიდე 1 საათი, ანუ ორმაგი მოშვება. მოშვების მერე რა ხდება? დამთავრებული, გამზადებულია უკვე? ეს უკვე გამზადებული გაქვს ბლანკი, რომელთაც მერე ხდება უკვე დაშვებების აღება გრინდერზე, მერე იმისი გაპრიალება. როგორ პლასტიკა, როგორი გინდა, რა გინდა, რა ხო, როგორი დიზაინი ასე უკვე, ხო. და всё, მერე უკვე იწყობ დანის რას ძალიან მაგარი, აი მეგობრებო, შეხებ მთელი მეცნიერება არის რა. ეს არ არის მარტო რომ გააცხელო და არტყა არა. ხო, არა, მართლა არ არის, მასე იმიტომ რომ ეს თავიდან მასე მარტივად მეგონა, მაგრამ მერე მომიწია უნდა ვაღიარო, ქიმია არ მიყვარდა სკოლაში, მაგრამ ქიმიის სწავლა მომიწია. ფიზიკა მომიწია. ხო, ანუ ის რაც მეგონა რომ არ გამომადგებოდა, ეს ბავშვი მას გაითვალისწინა. რომ გეგონიათ რომ რაღაცა არ გამოადგებათ, ხო? ანუ რომ მეგონა რომ არ გამომადგებოდა, პირიქით დამჭირდა ეხლა. და მომიწია თავიდან ამ ყველაფრის სწავლა. აუცილებელია ამ ყველა. თუ ამ საქმეს მიყვები. ძალიან საინტერესოა, მეგობრებო, ეგეთი რაღაც, აი ხო რაღაც ახლა მე ბაბუა ჩემი სამჭედლო ქონდა რაღაც ის ხო ხდები ეს შრომის იარაღებს ჭერდა ხოფაში აუნა ნალი ლურსმანი თოხი და რაღაც ახასი მე ვეხუმრებოდ რომ ბაბუა ნაგანი გამომიჭედე მეთქი მაგაზე ხუმრობით ხო და
ასე რომ მეგობრებო, ეს არის მთელი პროცესი, ეს არის მთელი, რა ვიცი, რა და ეს პირველი გაკვეთილი, მე მგონი ბოლოსკენ წავლით ამ პირველი გაკვეთილში, ხო? თუ კიდე რამე დაგჭა? არა, პირველი გაკვეთილი, პირველი გაკვეთილი, ეს ზოგადი გასნობა იყო, შეგუება იყო ამისი, ეს გაკვეთილი დასრულდა. ანუ ეს ხო გაგრძელდება ახლა და მუშაობის პროცესში ეტაპობრივად ყველა ის ცვლილება, რაც არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, ყველაფერი დეტალურად. ასე რომ მეგობრებო, უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი და რა ვიცი, ახალ რაღაცებს აი გაიგებთ ზაქროსგან მაგალითად, აი ისეთ რაღაც ნიუანსები გავიგე, რაც არც ვიცოდი კი. მიახლოებით ეს დავამატებ კიდევ ასიკო. და მინდა რომ რა მინდა იცი კიდე ბოდიში ზაქროს სანამ დაამატებ, მინდა რომ აი ბევრი მოსწავლე გყავდეს რა. ბევრი ახალგაზრდა მინდა რომ მადლობა გადაგიხადო, იმიტომ რომ აი ესეთი ხალხი რომელების ეს იყო ჩემი ინტერესი. ნახეთ, მე წინა საუბრაზე რო გესაუბრებდი, ვასწავლე, მე ეს იდეა რომ აი ამ თემის განვითარება და აი ეს რაც მივიწყებული იყო, ამოტვიტვება მინდოდა, მაგრამ მარტო ერთ ადამიანს ჩემი რესურსით ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. ამას ძალიან დიდი რესურსი შეიძლება ელემენტარულად საზოგადოების გასაცნობად, ხო? ამ დროს აღმოჩნდა ეს ზაქრო ნონიკაშვილი, აჩიტადაშვილი. აი, გამოჩნდის შენ, ანუ ხო, ჩემი წულიც რაღაცა მე ეთნოგრაფიული მუზეუმი, თავისი ადმინისტრაცია და ერთლიანობაში, კარგ საქმეს ერთლიანობაში. კიდე სხვა ბევრი მჭედლები არიან, ვისაც ეს აქვს. ნელა-ნელა ეს წინ შემოგვიერთდებიან. აი ამ საერთო ქართული საქმის გაკეთებაში. შენაცვალი. წარმატებები, ასე რომ მეგობრებო, დროებით. მეორე გაკვეთილი კიდე ერთხელ ვასიკო. ინტერესant. დროებით მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი და ბევრ ახალ ვიდეოს შემოგთავაზებთ. ეს იყო პირველი გაკვეთილი. მეორე იქნება. კარგი, აბა დროებით. დროებით.